ამ წუთებში რუსთავში განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია იწყება, პირდაპირ ეთერში ვრთავთ ღონისძიებას. ბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, ჩემო რუსთაველებო. 2025 წელი, რომლის პრეზენტაციასაც და სამოქმედო გეგმის ჩვენებასაც დღეს ჩვენი გუნდი ვაპირებთ, ნამდვილად იქნება მასშტაბური პროექტებით დატვირთული. მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ბატონ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით 65%-ით გაზრდილი ბიუჯეტი დღეს რუსთავს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას განვახორციელოთ მეტი პროექტები, უპასუხოთ მეტ გამოწვევებს და განვახორციელოთ ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიც არის თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, მესხიშვილის განახლება, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა სპორტის ხელშეწყობისთვის, ასევე ახალგაზრდული ცენტრების მშენებლობა, საბავშვო ბაღების განვითარება. სწორედ ეს პროექტები დაიწყება 2025 წელს, რაც ჩვენს ქალაქს გახდის კიდევ უფრო ლამაზ და თითოეული რუსთაველისთვის ამ ქალაქში ცხოვრება კიდევ უფრო მეტად კომფორტული გახდება. სწორედ ამ შესაძლებლობებისთვის, რისი ჩვენებაც დღეს ჩვენ თქვენთვის გვინდა, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო სამთავრობო გუნდს. მადლობა გადაუხადო პრემიერ-მინისტრს, საპარლამენტო გუნდს, განსაკუთრებით რუსთაველ პარლამენტარებს, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან როგორც პროექტების დაგეგმვაში, ასევე განხორციელებაში. მადლობა მინდა უთხრა სახელმწიფო რწმუნებულს ქვემო ქართლში, რუსთავის მერის თითოეულ თანამშრომელს, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრებს, ყველას იმ დაუღალავი შრომისთვის, რომლის შედეგსაც უკვე ვხედავთ და დარწმუნებული ვართ, ჩვენი კიდევ დიდი სიყვარულით, მონდომებით და შრომით კიდევ შევძლებთ, რომ 2025 წელი ჩვენი ქალაქისთვის იყოს გამორჩეული. იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევქმნათ ნამდვილად ევროპული ქალაქი. და ჩვენი ქალაქის დიდი ისტორია კიდევ უფრო ღირსეულად გავაგრძელოთ. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ის მასშტაბური პროექტები, რომლითაც ჩვენი 2025 წელი და ჩვენი მერიის გუნდის საქმიანობა იქნება დატვირთული. როდესაც საუბრობთ ახალ შესაძლებლობებზე, დღეს ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა. რუსთავს არ აქვს იმდენი საკუთარი შემოსავალი, რომ ჩვენ ადგილზე გაუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რაც დღეს ქალაქში გვაქვს და ჩვენ კარგად გვესმის, რამდენი გამოწვევის წინაშეც ვდგავართ. ბოლო 4 წლის განმავლობაში იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტის ზრდა არ შეგვიწყვეტია და ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობდით სამთავრობო გუნდთან, მაინც გამორჩეულია 2025 წელი. 65%-ით გაზრდილი ბიუჯეტი სწორედ იმ პროექტების განხორციელების საშუალებას მოგცემს, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ. ბიუჯეტის დაგეგმვა არის რთული პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ გინდა ყველას ყურადღება მიაქციო, ყველა იმ მთავარ მიმართულებაზე გადაანაწილო ის ფინანსები, რაც ქალაქს აქვს და ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმ მთავარ პრიორიტეტებზე, რა უნდა იყოს ქალაქისთვის მთავარი, რომ ქალაქმა შეძლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური გაძლიერება. და ეს ბიუჯეტი, როდესაც თანხებზე ვსაუბრობთ, ეს სიკეთეები, რაც ამ თანხებიდან და იმ პროექტებიდან მოდის, იგრძნოს თითოეულმა რუსთაველმა თავის თავზე და იგრძნოს თავის ოჯახზე. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეს არის ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარება. და გეტყვით რა არის აქ მნიშვნელოვანი ჩვენთვის და რატომ ვაკეთებთ ბოლო 4 წლის განმავლობაში უკვე მთავარ აქცენტებს, რომ ქალაქის იერსახე გაუმჯობესდეს. პირველი, ეს არის მნიშვნელოვანი თითოეული რუსთაველის ყოველდღიურობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. როდესაც კეთდება ქუჩები, იხსნება ახალი მედიათეკები, რეაბილიტაცია უტარდება კორპუსებს, ხდება გამაგრება, ამას ყველაფერს თითოეული რუსთაველი თვითონ თავის თავზე გრძნობს. მეორე ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურაზე კიდევ უფრო მეტი თანხები მივმართოთ, ეს არის ქალაქის პოტენციალის დანახება და ახალი საინვესტიციო ჯგუფების შემოსვლა იმისთვის,
რომ ქალაქში გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები. შეიქმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდები დასაქმდებიან, სადაც ადამიანს აღარ ექნება საფიქრალი, რომ წავიდეს სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში, აი ეს ახალი იერსახე ქალაქის, თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, როგორც ბოლო 3 წლის ტენდენციას უყურებთ, კიდევ უფრო მეტად შექმნის სურვილს იმის, რომ კიდევ უფრო მეტი ბიზნესი შემოვიდეს და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ამ კუთხით წელს ვიწყებთ მასშტაბურ პროექტებს. ერთ-ერთი მთავარი პროექტი იქნება ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სწორედ ისეთ უბნებში, სადაც მძიმე ავარიული მდგომარეობაა კორპუსების. განახლებასთან ერთად ჩვენ უსაფრთხოებას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ და თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2025 წელს დაიწყება, 20 მილიონი ლარის პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია, მოიცავს 30 ერთეულ კორპუს შენობას, რომლის რიგ შემთხვევაში გამაგრებითი სამუშაოები მოხდება, ასევე შევეცდებით, რომ ავთენტურობა შეუნარჩუნოთ ამ ქუჩას, რომელიც კოლორიტულია ჩვენი ქალაქისთვის და განვავითაროთ თბილისის ქუჩაზე შუა გამყოფი, გამწვანებული ზოლი, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაალამაზებს მიმდებარე ტერიტორიას. რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპს ვიწყებთ და იცით, უკვე სახეზე გვაქვს ის განახლებული სივრცე რუსთაველის ქუჩაზე, რომელიც პირველ და მეორე ეტაპის შედეგია. მესამე ეტაპი მოიცავს 14 შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და აქაც შევეცდებით, რომ ის ძველი იერსახე ჩვენი ქალაქის იყოს შენარჩუნებული, მოდერნიზებული ოდნავ და ასევე გათვალისწინებულია ამ პროექტში გამაგრებითი სამუშაოები, რაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ძველ კორპუსებთან მიმართებაში. ჩვენ თბილისის ქუჩის, მეგობრობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გვაჩვენა, როგორ შეიძლება ქალაქში საბჭოთა შენობების მოდერნიზება, განახლება და აბსოლუტურად ახალი ურბანული სივრცის შექმნა. მესხიშვილის ქუჩა, რომელიც ახალ რუსთავში მდებარეობს, სწორედ წარმოგვიდგენია უკვე მეგობრობის ქუჩის გაგრძელებად, რომელიც კორპუსებთან ერთად საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგებას გულისხმობს. ამ პროექტსაც 2025 წელს დავიწყებთ და საკმაოდ კიდევ ერთი თამამი ნაბიჯი იქნება, როგორ შეიძლება საბჭოთა შენობებიდან მივიღოთ თანამედროვე ურბანული განახლებული სივრცე. საზოგადოებრივი სივრცეების გზები, შიდა საუბნო სივრცეების მოწესრიგება ეს ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება. ამ კუთხით 2024 წელიც გამორჩეული იყო აფხაზეთის ქუჩა, ტაშკენტის, მე-7 მიკრორაიონებს დამაკავშირებელი ქუჩა, ხანძთელის ქუჩა, რეაბილიტაცია ჩაუტარეთ როგორც არსებულებს, ასევე შევქმნით ისეთი ქუჩები, რომელიც აქამდე არ იყო, არ დადიოდა მუნიციპალური ტრანსპორტი. ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ჩვენ უკვე მუშაობა დაწყებული გვაქვს, ეს არის მოდებაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად გათვალისწინებულია ველობილიკები, საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე მოსასვენებელი ნაწილი. გიორგაძის, ჯავახიშვილის, გრანელის, ზედგენიძის ქუჩები, ასევე ჭყონდიდელის დასახლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო და ჩვენ ამ ნაწილში მაგალითად ზედგენიძის ქუჩაზე ვერ ვაწვდიდით მუნიციპალურ სერვისს ტრანსპორტის სახით და სწორედ მას შემდეგ, რაც ჩვენ განვახორციელებთ ამ პროექტს, ჩვენ შევძლებთ მოსახლეობას მივაწოდოთ სატრანსპორტო სერვისები და მათ უფრო მარტივად შეძლონ ქალაქის ცენტრთან დაკავშირება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ წელს და ბიუჯეტის ზრდას ამაზე მეტყველებს იქნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ხშირად საუბრობთ მოსახლეობასთან და გვეუბნებიან, რომ გვესმის კარგია ცენტრალური ქუჩების მოწესრიგება, შიდა საუბნო სივრცეების, თუმცა კორპუსის ის პრობლემები, რაც დღეს გვაქვს, კიდევ უფრო სწრაფ ჩარევას საჭიროებს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ სახურავების გადახურვაზე, სადარბაზოების სარემონტო სამუშაოებზე, ყველა იმ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რაც ყოველდღიურობაში თითოეულ რუსთაველს აწუხებს. 1000-ზე მეტი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩართულობით, თანამონაწილეობით. თანამონაწილეობა არის მინიმალური
როგორც წესი 10-20%-ს არ აღემატება, 90-80% იხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან, სწორედ იმისთვის, რომ ქალაქის საბინაო პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტოთ და ეტაპობრივად შევძლოთ ისეთი მთავარი მიმართულებების მოწესრიგება, რაც ჩვენი გუნდის დაპირება იყო 3-4 წლის უკან ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, იმ პრობლემების მოგვარება, რაც ქალაქის დაარსებიდან დღემდე სამწუხაროდ არ იყო გადაჭრილი და მოგვარებული. ჩვენ დღემდე 11 მილიონი ლარის პროექტები გვაქვს განხორციელებული მხოლოდ ლიფტების რეაბილიტაციის ნაწილში. წელს ვგეგმავთ ასევე, რომ ის ამორტიზირებული ლიფტები ჩავანაცვლოთ ევროპული თანამედროვე ლიფტებით, რომელიც იქნება უსაფრთხო. ეს პროექტი გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ მოსახლეობასთან გვაქვს დაპირება, რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ ამორტიზირებული ძველი ლიფტების თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლება.